საკმარისია ესპანეთისთვის. მან უკვე 4 წელზე მეტია, რაც უყურებს პუტინის ძალების მცდელობას უკრაინაში გაანადგურონ ყველაფერი და მთელი ამ ომის განმავლობაში მხარს ეხლა ესპანეთმა გამანადგურებელი დათმა მიადენა. უახლესი დახმარების პაკეტით ესპანეთმა ზუსტად ის მიაწოდა უკრაინას, რაც სჭირდება რუსეთის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ და დაეხმარა უკრაინას, რომ განახორციელოს კონტრშეტევები ადგილზე. პუტინი ახლა უძლური გახდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ესპანეთი ზუსტად იმას აწუდის უკრაინას, რაც მას სჭირდება. ახალი ამბავი 22 აპრილს გავრცელდა. ესპანეთი უკრაინას 101 ვამტაკის ჯავშან ტექნიკას გადასცემს, ასევე დაუზუსტებელ რაოდენობას 185-მიანი საარტილერიო ჯუროებისა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ პრეს-რელიზში გამოაცხადა ამ მიწოდების შესახებ, რომელიც მათი თქმით მაისში დაიწყება. განცხადება მოჰყვა უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვისა და მისი ესპანელი კოლეგის მარგარიტა რობლესის შეხვედრას. უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ესპანეთს 2026 წელს 1 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ამ რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება უკრაინის პრიორიტეტების შესაბამისად, განაცხადა სამინისტრომ, რითაც გამოავლინა რამდენ თანხას დახარჯავს ესპანეთი უკრაინის დასახმარებლად 2026 წლის ბოლომდე. 1 მილიარდი ევრო, დაახლოებით 1.15 მილიარდ დოლარს უდრის, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, როგორც იმ აღჭურვილობის თვალსაზრისით, რომელსაც უკრაინა მიიღებს, ასევე იმ თანხის მიხედვით, რომელიც ესპანეთმა გამოგო. რობლესმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პუტინი და მისი ძალები. Pravdas ინფორმაციით მან განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე 9000-ზე მეტი ჯარისკაცი ესპანეთის ძალებისგან გაივლის ცურთნას. მან ასევე პუტინს ძალიან კაფეო გზავნილი გაუგზავნა იმის შესახებ, რას აკეთებს ესპანეთი ამ ნაბიჯებით. ეს თანამშრომლობა აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დაცვის მიმართ. სხვა სიტყვებით, პუტინო, შენ ძალიან დიდხანს ცადებედი და დროა უკრაინიდან წახვიდე. აქედან პუტინისთვის ყველაფერი სერიოზული ხდება. იარაღი, რომელსაც ესპანეთი მაისიდან დაიწყებს მიწოდებას, უბრალოდ მისი მარაგებიდან ამოღებული ნარჩენები არ არის. ეს არის იარაღი და ტექნიკა, რომელიც უკრაინას სჭირდება ძალიან კონკრეტული საფრთხეების საპასუხოდ კონტრშეტევისთვის, რაც ნიშნავს, რომ ისინი სპეციალურად და ყურადღებით არის შერჩეული და მომზადებული უკრაინისთვის. დაინახავთ რატო, როცა უფრო დეტალურად განვიხილავთ რა არის ვამთაკი, მაგრამ ჯერ მცირე მინიშნებას მოგცემთ იმ ომის ასპექტზე, სადაც ეს მანქანა განსაკუთრებით გამოიჩენს თავს. ფიოდოროვსა და რობლეს შორის შეხვედრის წინ ესპანეთმა უკრაინისთვის კიდევ ერთი მიწოდება განახორციელა. გავრცელდა ამბავი, რომ ესპანეთმა უკრაინას 5 Patriot PAC-2 ტიპის გადამჯრელი რაკეტა გაუგზავნა. თითოეულის ღირებულება 3-4 მილიონი დოლარია. ეს გადაცემა იმ დროს მოხდა, როცა უკრაინა Patriot-ის რაკეტების დეფიციტს ებრძოდა, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. ესპანეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის დროებითი გადაწყვეტა მისცა, როდესაც საკუთარი საარტილერიო დანაყოფებიდან რაკეტები გადასცა. 100 ვამტაკის მანქანით ესპანეთმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქსელში. ჩვენი აღწერა ვამთაკის როგორც ჯავშნიანი ტაქტიკური მანქანისა სრულად ვერ ასახავს იმ შესაძლებლობებს, რაც ამ ტექნიკას აქვს. მაგრამ რომ გავიგოთ რატო, უნდა ჩაუხმავდეთ კიდევ ერთ ტექნიკას, რომელსაც უკრაინა იყენებს თავისი ცის დასაცავად. ბრიტანეთში დამზადებულ Rapid Rangers ომის დიდი ნაწილის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინაში. პლატფორმა, რომელიც მობილურია, ავტომატიზებული და შექმნილია საჰაერო საფრთხეების, მაგალითად დრონების, ძალიან ახლო მანძილზე გასანადგურებლად, უზრუნველყოფს სრულ 360 გრადუსიან სიტუაციურ ცნობიერებას, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული. ის ასევე მოდულურია. United.24 მედია აღნიშნავს, რომ Rapid Ranger-ი შეიძლება აღიჭუროს სხვადასხვა რადარის სისტემებით, რაც საშუალებას აძლევს მას იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ფართო საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილად. გარდა ამისა, მას შეიძლება დაუყენდეს პანორამული ინფრაწითელი სენსორი, რომელიც საშუალებას აძლევს მას აღმოაჩინოს სამიზნეების სტანდარტულ 15 კილომეტრიან, ანუ 3 მილის რადიუსზე უფრო შორს, რაც Rapid Rangers აქვს. Rapid Ranger-ი ასევე იყენებს მარტლეტის მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტებს, ანუ LMM-ებს, სამიზნეების გასანადგურებლად. ეს რაკეტა შეუძლია გაანეიტრალოს შემოსული საფრთხე 7 კილომეტრამდე, ანუ 4.3 მილამდე მანძილზე და იყენებს ინფრაწითელი და ლაზერული დამიზნების კომბინაციას, რათა უზრუნველყოს პირდაპირი მოხვედრა. ეს მოქმედებს მაშინაც კი, როდესაც შემოსულ სამიზნეს აქვს დაბალი ტბური სიგნატურა, რაც ხშირად ახასიათებს რუსეთის შორ მანძილზე მოქმედ დარტმეგ დრონებს. უკრაინას ამ რაკეტების დიდი რაოდენობა აქვს. მან ასობით ასეთი რაკეტა მიიღო კრაფიკზე თითქმის 9 წლით ადრე, ოქტომბერში და სავარაუდოდ უახლოეს თვეებში კიდევ ასობით მიიღებს დიდი ბრიტანეთისგან. ეს ყველაფერი მშვენიერია, შეიძლება ფიქრობდეთ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ვამტაკთან? ერთმა წინადადებამ United.24 მედიას ანგარიშიდან ყველაფერი გამოავლინა. უკრაინულ სამსახურში Rapid Ranger-ის დანადგარები ხშირად თავსდება ესპანეთში წარმოებულ URO ვამტაკის ტაქტიკურ მანქანებზე, რომლებიც საათში 130-5 კილომეტრამდე სიჩქარეს აღწევენ და სწრაფად გადაადგილდებიან დიდ მანძილებზე, ითხოვინება გამოცემა. და ესე ყველაფერი გასაგები ხდება. ესპანეთმა უკრაინას უბრალოდ რიგითი მანქანები არ მიაწოდა.
ის მიაწვდის 100 მანქანას, რომლებიც საბრძოლო პირობებში გამოცდილია და თავსებადია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის სისტემასთან, რომელსაც უკრაინა იტენებს რუსეთის დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთი აწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რაკეტებს. ესპანეთი კი ამ სისტემისთვის საჭირო რაკეტებს აწვდის, რაც ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას პუტინის საჰაერო დარტყმების კამპანიის წინააღმდეგ წარმოუდგენლად ძლიერი იარაღად აქციოს. ეს არის ორმაგი დარტყმა, რომელიც პუტინს უნდა ევარაუდა. საბოლოოდ სწორედ ასეთი თანამშრომლობა და სისტემების ინტეგრაციაა ის, რასაც უნდა ველოდეთ ნატოს იმ ორ პარტნიორისგან, რომლებიც უკრაინის დახმარების საერთო მიზანს იზიარებენ პუტინის ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოდით, ცოტა ხნით თავად ვამტაკზე გავამახვილოთ ყურადღება. დიდი ბრიტანეთი ნამდვილად აღიარებს, რამდენად ფასეულადია ესპანეთის ეს მანქანა. 2025 წლის აგვისტოში Army Recognition-მა გამოავლინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 2024 წლის ივლისში გამოაცხადა ესპანეთიდან მეტი ვამტაკის შეძენის გეგმა. რატომ? რათა მათზე Rapid Ranger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები დაამონტაჟონ, ზუსტად ისე, როგორც ამას ახლა უკრაინა აკეთებს. ვამტაკი ამ სამუშაოსთვის იდეალური მანქანაა. დაახლოებით შეადარება შეიძლება ამერიკულ Humvees. ეს არის 4 წამყვანი ბორბლის მქონე მანქანა, რომელიც შექმნილია მაქსიმალური მანევრულობისთვის სხვადასხვა ტიპის რელიეფზე. მიუხედავად იმისა, რომ ვამტაკი 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, წლების განმავლობაში მას არაერთი განახლება ჩაუტარდა, რაც მიუთითებს მოდულურობის იმ დონეზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მანქანას საკუთარი საჭიროებების მიხედვით მოარგოს. მანქანა, რომელიც თავდაპირველად ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვის, სპეციალური ოპერაციებისა და დაზვერვისთვის იყო შექმნილი, ახლა გადაიქცა საჰაერო თავდაცვის გიგანტად, რომელსაც შეუძლია იყოს აღჭურვილი სისტემებით, რომლებიც ისვრის როგორც LMM-ებს, ასევე მაღალი სიჩქარის რაკეტებს, ანუ HVM-ებს. და ვამტაკი მხოლოდ საჰაერო თავდაცვისთვის არ გამოიყენება. ეს მანქანა საოცრად მრავალმხრივია შეიარაღების თვალსაზრისით. Rapid Ranger-ისა და მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ვამტაკს შეიძლება დაამაგდეს 7.62-მიანი ტყვიამფქვევი, 40-მიანი ყუმბარმყორცნორცნები, 81-მიანი ნაღმტყორცნები ან 106-მიანი უკუცემის გარეშე მოქმედი ქვემეხი. უკრაინას ასევე შეუძლია მასზე ანტიტანკური მართვადი რაკეტების დაყენება, რაც ფაქტობრივად ქმნის ძალიან მოძრაულ ტანკების გამანადგურებელს, რომელსაც შეუძლია რუსული ლითონის მონსტრების გარშემო ტრიალი, სანამ ძლიერ ასაფეთქებელ დარტყმას მიაყენებს და თამაშიდან გამოთიშავს. მობილურობის მხრივ უკვე ვახსენეთ, რომ ვამტაკს შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის განვითარება 125 კმ/სთ-ში, რაც თითქმის 84 მილის საათშია. ეს სწრაფია ჯავშან ტექნიკისთვის. საწვავის ავზი მას 600 კმ-ს, ანუ 372 მილის სავალ მანძილს აძლევს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ Rapid Ranger-ით აღჭურვილი ვამტაკი შეიძლება გაგზავნონ ერთ ადგილზე, გაუშვოს რაკეტები და შემდეგ გაიაროს მრავალი მილი, რომ მივიდეს სხვა ადგილზე და იგივე გააკეთოს. თოვლი, ტალახი, ტინული, ქვიშა და კლდოვანი რელიეფიც ვერ შეაჩერებს ვამტაკს. მას შეუძლია სწრაფად გაეცალოს, ან გადავიდეს შემდეგ ადგილზე ისე, რომ არ ინერვიულოს რაიმე დაბრკოლებაზე, რაც რუსულ შურისძიებას ბასდაუცველს გახდის. და როგორღაც, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესია. დაქანებები პრობლემასაც არ წარმოადგენს. ვამტაკს შეუძლია 70%-იანი დაქანების დაძლევა. მას ასევე შეუძლია გადალახოს წყალი, რომლის სიღრმეც სტანდარტულად 750 მ-ია, ხოლო სპეციალური მომზადებით 1500 მ. ეს თითქმის 5 ფუტი წყალია, რომელიც ვერ შეაჩერებს ამ ესპანურ მანქანას. ამ ყველაფრის მთავარი აზრი მარტივია. ესპანეთი აწვდის 100 ყველაზე მრავალმხრივ ჯავშან მანქანას, რაც უკრაინის მოკავშირეებს შეუძლიათ შესთავაზონ. არ დაგავიწყდეთ 155 მ-იანი საარტილერიო ჯურვები. სამწუხაროდ არც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და არც ესპანეთის ბოლო დახმარების შესახებ ანგარიშები არ აკონკრეტებენ, რამდენ ასეთ ჯურს მიიღებს უკრაინა. ეს ჯურვები თავსებადია დასავლური საარტილერიო სისტემების მრავალ მოდელთან, რომლებიც უკრაინას აქვს, მათ შორის უკრაინის მიერ შექმნილ ბორდანას თვითმავალი ჰაუბიცასთანაც. კიდევ ერთხელ ხედავთ ინტეგრაციასა და თანამშრომლობას. ჯერიყო ბრიტანული საჰაერო თავდაცვის სისტემები ესპანურ მანქანებთან ერთად, შემდეგ კი ესპანური საარტილერიო ჯურვები უკრაინულ საარტილერიო სისტემებთან. აქ ვხედავთ ესპანეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაძლიერებას, რომელიც მანამდეც მტკიცე იყო. ახლა უკვე არსებულ საფუძველზე ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უნდა ჩაუღრმავდეთ, რას თავაზობს ეს ბოლო მიწოდება უკრაინას ბრძოლის ველზე. და სანამ ამას განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ჩვენი ვიდეო არ გამოგჩეთ. ასე რომ ხედავთ, რომ ვამტაკი ძალიან გამოსადეგი იქნება უკრაინისთვის, როდესაც რუსეთიდან მომდინარე საჰაერო საფრთხეს დაუპირისპირდება. რამდენად გამოსადეგია, ამას უფრო დეტალურად რიცხვების განხილვისას გავიგებთ. მარტის თვეში მხოლოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა მის ტერიტორიაზე გაუშვა 6462 დრონი და 138 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. უკრაინამ შესანიშნავად შეძლო ამ რაკეტებისა და დრონების უმეტესობის ჩამოგდება. 5823 დრონი და 102 რაკეტა უკრაინის ცეცხლსა და ელექტრონული ომის სისტემებს ემსხვერპლა. მარტში რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა თავდასხმას შორის 24 მარტის დარტყმა ყველაზე საშიში იყო.
იმ დღეს უკრაინის 948 დრონმა და 34 რაკეტამ დაფარა. მარტი ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა. უკრაინაში შეჭრის განმავლობაში ვხედავთ, როგორ ზრდის რუსეთი დრონებისა და რაკეტების დარტყმებს წარმოუდგენელ დონემდე. 2025 წელი იყო ის დრო, როცა პუტინის საჰაერო კამპანია უკრაინისთვის ცუდი და ნამდვილად საშინელ საფეხურზე გადავიდა. 2025 წლის პირველ 6 თვეში რუსეთის საჰაერო დარტყმებში გამოყენებული ჭურვების რაოდენობა თანდათან გაიზარდა. საშუალოდ 50-დან 100-მდე, შემდეგ კი თითქმის 200-მდე მიაღწია. შემდეგ ზაფხული დადგა და დრონებისა და რაკეტების კამპანია კიდევ უფრო გაუარესდა. ზოგიერთ ერთხიან დარტყმაზე ივნისში ჭურვების რაოდენობა თითქმის 500-მდე ავიდა. ივლისიდან რუსეთმა რამდენიმე იერიში განახორციელა, რომელშიც 600-ზე მეტი დრონი იყო ჩართული, მათ შორის რამდენიმე იერიში 700-ზე მეტ ჭურვს მოიცავდა. რუსეთი აძლიერებს თავის საჰაერო კამპანიას. ის აწარმოებს უფრო მეტ შაჰიდის ტიპის დრონსა და სატყუარას ვიდრე ოდესმე და უზარმაზარ დრონების ჯგუფებს რაკეტებთან აერთიანებს, რაც აშკარა მცდელობაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვისკენ. აქ საჰაერო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილი ვამტაკები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მობილურობისა და ცეცხლის ძალის კომბინაცია, რომელსაც ეს მანქანები უკრაინას აძლევს, ქვეყანას საშუალებას აძლევს გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის ქსელი. იმ დროს, როცა პუტინი როგორც ჩანს, საჰაერო დათმობებზეა დამოკიდებული, რათა დაასუსტოს უკრაინის ზურგი და რუსეთმა გამოიყენოს ბრძოლის ველზე მიღებული ზიანი. ეს ყველაფერი ომის დროის მარტივი მათემატიკაა. რაც უფრო ნაკლები დრონი და რაკეტა მოხვდება უკრაინის ქალაქებს, ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკას ზურგში, მით უფრო ძლიერ თავდაცვას შეძლებს უკრაინა რუსეთის სახმელეთო შეტევების წინააღმდეგ. უკრაინის საჰაერო თავდაცვა არც მანამდე იყო სუსტი, სანამ ვამტაკების ეს ბოლო პარტია ჩამოიდოდა. როგორც ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა, ანუ SEPAM, აღნიშნა 13 აპრილის სტატიაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვა უკვე მსოფლიო დონისაა და კიდევ უმჯობესდება. დამჯერი დრონების დანერგვა მასშტაბური იყო, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს უკეთ გაუმკლავდეს რუსეთის შაჰიდის ტიპის დარტყმებს. მათ ასევე სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსეთის FPV დრონებსა და მსგავს უპილოტო აპარატებს, რის შედეგადაც უკრაინა მარტში მხოლოდ ამ ინოვაციური იარაღებით 33,000 სამიზნის ჩამოგდება განაცხადა. SIPA აღნიშნავს, რომ უკრაინის ჩაჭრის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. უკვე 2025 წლის შემოდგომაზე ზოგ თვეში რუსეთის დრონების 19%-მდე აღწევდა სამიზნემდე. მარტისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8%-მდე დაეცა. და უკრაინას აქვს მიზანი, რომ რუსეთის დრონებისა და რაკეტების მინიმუმ 95% შეაჩეროს მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნით. ვამთაკი, რომელიც აღჭურვილია Rapid Ranger-ის საჰაერო თავდაცვითი სისტემებით, იდეალურად ერგება მრავალფენოვან მიდგომას. ეს არის მოკლე მანძილზე მოქმედი დრონების გამანადგურებელი, რომელიც შეუძლია გაანადგუროს რუსული დრონები, თუ ისინი უკრაინის მიერ განთავსებულ ჩამჭერ სისტემებსა და სხვა თავდაცვით სისტემებს გადაურჩებიან. მთავარია უკრაინას რაც შეიძლება ბევრი არჩევანი ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ასახალი ვამთაკი სხვა იარაღით აღჭურვოს, რაც მას სახმელეთო ოპერაციებისთვისაც გამოსადეგს ხდის, უამრავ შესაძლებლობას ხსნის მხოლოდ თავდაცვაზე ბევრად უფრო ფართო მასშტაბით. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს, სწორედ აქ ერთვერთვება საქმეში ის საარტილერიო ჭურვები, რომელსაც უკრაინა ესპანეთისგან იღებს. ეს ამუნიცია უკრაინას ორ მიმართულებით ეხმარება. აძლიერებს მის სასიკვდილო ზონების თავდაცვით სტრატეგიას და ასევე ეხმარება კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებაში. ამავე არხზე ბევრჯერ გვისაუბრია უკრაინის სასიკვდილო ზონებზე. მრავალი მილის სიგრძეზე გადაჭიმული სასიკვდილო ზონები აერთიანებს სახმელეთო თავდაცვით საშუალებებს, როგორიცაა მავთულხლართები, ნაღმები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. ასევე მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ასობით FPV დრონი, რომლებიც დაფრინავენ და ეძებენ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც საკმარისად უგუნურები არიან, რომ ამ ზონებში შევიდნენ. რა თქმა უნდა, ჭკვიანი რუსი მეთაური და როგორც ჩანს, ასეთები ომში თითქმის აღარ დარჩნენ. თავის ჯარისკაცებს უბრძანებს მაქსიმალურად აირიდონ თავიდან ეს სასიკვდილო ზონები. სწორედ ამას ისურვებდა უკრაინა. ბევრი თავდაცვითი საშუალება, რომელიც უკრაინამ მიწაზე განათავსა, განკუთვნილია იმისთვის, რომ რუსი ჯარისკაცები კონკრეტულ ბილიკებზე მიმართოს, რომლებიც მათ გაწმენდილ ადგილებში და ჩასაფრებების წერტილებში მიყავს. შემდეგ რა ხდება? დრონები და საარტილერიო ცეცხლი ზემოდან აწვიმებს, რუს ჯარისკაცებსა და ტექნიკას დაუნდობლად ანადგურებს. უკრაინას საკმარისი რაოდენობის დრონები აქვს, რომ ეს სტრატეგია გააგრძელოს. ქვეყნის მიზანია მხოლოდ 2026 წელს 7 მილიონი დრონის წარმოება. ეს რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან პარტნიორობასთან ერთად უზრუნველყოფს უპილოტო საფრთხის მაღალ დონეს იმ ჩასაფრებულ ადგილებში, რომელსაც უკრაინა ქმნის. რაც უკრაინას სჭირდება, არის რაც შეიძლება მეტი საარტილერიო ჭურვი, რათა მისი ჩასაფრებები რებები მაქსიმალურად მომაკვდინებელი იყოს. ესპანეთის ბოლო დახმარება ემატება საბრძოლო მასალის მიწოდების ჯაჯვს, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივა და უკრაინის შიდა საარტილერიო წარმოება. შემდეგ არის უკრაინის კონტრშეტევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში დაკარგა ცდომა Starlink-ზე, უკრაინის სახმელეთო ძალები სამხრეთ რეგიონში კონტრშეტევებს ახორციელებენ და დიდი ტერიტორიები დაიბრუნეს.
აპრილის დასაწყისისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებდა, რომ უკრაინამ გაათავისუფლა 12 დასახლება და დაიბრუნა 480 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილი ტერიტორია. უკრაინამ ეს შეძლო იმით, რომ ისარგებლა კომუნიკაციების ქაოსით იმ ნაცრისფერ ზონებში, რომლებიც ფრონტის ხაზებს ცდება. დრონებით მხარდაჭერილი საძიებო და განადგურების ჯგუფები ანადგურებენ რუს დივერსანტებს, რომლებსაც თავიდანვე სუსტი კონტროლი ჰქონდათ დაკავებულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება რუსეთის უფრო ძლიერ თავდაცვას, არტილერიას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს. საკმარისია სადაზვერო დრონმა რუსული პოზიცია დააფიქსიროს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ამ პოზიციაზე ერთობლივი არტილერიული და დრონით დარტყმა განახორციელოს. კლავაც ესეთი ტიპის დარტყმების განსახორციელებლად საბრძოლო მასალა არის საჭირო. ესპანეთმა ახლახან მიაწოდა ეს საბრძოლო მასალა თავის ვამთაქსთან ერთად და ამით შესაძლოა მართლაც დაეხმაროს უკრაინას, რომ რუსეთიდან კიდევ მეტი ტერიტორია დაიბრუნოს, მაშინ როცა პუტინი ცდილობს თავისი წარუმატებელი გაზაფხულის შეტევა გააგრძელოს. ეს ყველაფერი პუტინს გააცოფებს. მაგრამ რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემა ესაა. ესპანეთის ბოლო დახმარება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პუტინის მრავალრიცხოვანი მცდელობები უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის განხეთქილების შექმნისა მარცხს განიცდის. როგორც RBC უკრაინა იუწყება, ფიოდოროვსა და რობლას შორის შეხვედრის სხვა დეტალები ორივე მხარის მზად ყოფნას ეხება. გააძლიერონ თავდაცვითი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღებით საჰაერო თავდაცვასა და შორ-მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალებზე. ორივე ქვეყანამ უკრაინის ცის დაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ვამთაკები, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვაში შეიძლება დაეხმაროს, სულაც არ არის ერთადერთი, რის მიწოდებასაც ესპანეთი გეგმავს. გახსოვთ ის 5 პეტრიოტის გამანადგურებელი რაკეტა, რომლებიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. RBC უკრაინის ინფორმაციით, ესპანეთი ახლა უკრაინასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი პეტრიოტის სისტემა მიაწოდოს, ასევე სხვადასხვა ტიპის იარაღის ინტეგრაციაზე, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა. ფედოროვმა დაამატა, რომ PEL მექანიზმი, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ნატოს ქვეყნებს შეეძლოთ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენა, ამ ძალისხმევისთვის გადამწყვეტი იქნება. კიდევ ამ ყველაფრამდე ესპანეთმა ძალიან ნათლად დააფიქსირა, რომ მისი აზრით უკრაინასთან თანამშრომლობა პუტინის აგრესიასთან გასამკლავებლად საუკეთესო გზაა. 2025 წლის აგვისტოში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ეს ყველაფერი დეტალურად განმარტა. უკრაინისთვის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია უკრაინის არმიის გაძლიერება, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს დღეს უკრაინის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. და სწორედ ამას ვაკეთებთ, ვაწვდით სამხედრო აღჭურვილობას, რათა დავწმუნდეთ, რომ უკრაინის არმიას შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა ალბარესმა. რაც მან არ თქვა, მაგრამ მისი განცხადებიდან შეიძლება გამოვიტანოთ, არის ის, რომ ესპანეთი აცნობიერებს, რომ უკრაინა არის პირველი თავდაცვითი ხაზი რუსეთის სამხედრო ძალის წინააღმდეგ, რომელსაც უფრო მეტი ევროპის დაპყრობა სურს. თუ უკრაინა დამარცხდება, ნატოს პრობლემა ექნება. უკრაინისთვის ახლა დახმარების მიწოდება ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ შეიჭრება დანარჩენ ევროპაში. გადავიდეთ 18 მარტზე და კიდევ მეტი მტკიცებულება იყო უკრაინასა და ესპანეთს შორის მზარდი კავშირების შესახებ. უკრაინამ სწორედ ეს თარიღი აირჩია, რომ გამოეცხადებინა 5 ახალი ორმხრივი შეთანხმების გაფორმება ესპანეთთან, რაც გულისხმობს ერთობლივ თავდაცვის წარმოებასა და სარკინიგზო მოდერნიზაციაზე მუშაობას, ასევე სხვადასხვა ფახოდასხვა ფინანსურ საკითხებზე თანამშრომლობას. ვლადიმირ პუტინს არ უნდა, რომ ასეთი რამეები ხდებოდეს. მისი შეჭრა იმაზე იყო გათვლილი, რომ დანარჩენი ევროპა ბიუროკრატიულ ქაოსში ჩაეშვებოდა, როცა რუსეთი უკრაინას შეიჭრებოდა. ამის ნაცვლად ვლადიმირ პუტინმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ უკრაინა უფრო გაძლიერდა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშის პოზიციით. ამიტომ ესპანეთის მიერ ბოლო დახმარების გაწევა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრძოლის ველზე. მაგრამ სწორედ ამ ტექნიკის უკამდგომი გზავნილი იქნება ის, რაც ყველაზე მეტად დააფიქრებს პუტინს. ესპანეთი კვლავ უკრაინის მოკავშირეა და რუსეთს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. უკრაინასა და ესპანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება მხოლოდ ნაწილია იმ ბევრად უფრო ფართო თანამშრომლობისა, რომელიც უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის ვითარდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით ბულგარეთში მიმდინარეობს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში განსაზღვროს მთელი ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი. ეს ნაბიჯები უკრაინასაც ეხება და შეგიძლიათ გაიგოთ როგორ, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ უახლესი ანალიზი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მოვლენებზე. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.